100 ფსალმუნი წაიკითხეთ თუ არ წაიკითხეთ? თანამედროვე ქართულად. თანამედროვე ქართულად არ წაიკითხეთ. ესე იგი საშინაო დავალებებს არასრულებს იწერება. კარგით, არა უშავს. ეს ყველაფერი ჩვენ იმისთვის ვჭირდებოდა, რომ გაგვესაზღვრა ასეთი რამ ლიტურგიაში. არის პირველი აღსავალი, მოდი ესე დავარქვათ. აღსავალი. ანუ პირველი საფეხური. მეორე აღსავალი და მესამე აღსავალი. დღეს ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. და ვიტყვით რა არის. დაფას ყველა ხედავთ? აღსავალი არის საფეხური. საფეხური რა არის? რომ შემოდგები ერთით მინიმუმ 15 სანტიმეტრის მაღლა ხარ. ჩვენი გაგებით ხომ ეს არის საფეხურია რა? საფეხური ზევით თუ აიწევ, სტანდარტი რამდენია მშენებელი მურმანი სადაც ყავს? 15 სანტიმეტრია სტანდარტი. ესე იგი პირველ საფეხურზე რო შედგები, ფიზიკურად 15 სანტიმეტრის უფრო მაღალზე ხარ, ვიდრე ჩვეულებრივი სიმაღლეა. ამას ნიშნავს ეს აღსავალი, ოღონდ სულიერი თვალსაზრისით, რომ სულ 3 აღსავალია. ეს 3 აღსავალი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 3 საფეხური უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ლიტურგია. ამიტომაც ჩვენ პირველი კვერექსის შესახებ, როდესაც ვისაუბრეთ, როდესაც დაიწყო ლიტურგია, ეს საფეხურებიც შემყვანებელია სად, იცით? ყველაფერი ეხმიანება იმ პირველ ასამაღლებელს, რომელიც ითქვა, რომ კურთხეულარს მეუფება, ანუ ზეციურ სამეფოზეა საუბარი. ზეციური სამეფოსკენ აღმავალ კიბეებზე ვდგებით ჩვენ. ხომ გასაგებად ვამბობ? ზეციური სამეფოსკენ აღმავალი კიბეები არის პირველი, მეორე, მესამე და იწყება მოკლედ ეს მსახურება. ჩვენ გავიარეთ პირველი კვერექსი, პირველი მშვიდობიანი კვერექსი ქვია ამას და ამ პირველ მშვიდობიან კვერექსს ახლავს თან ლოცვა, რომლის შინაარსებსაც გეტყვით ხოლმე მე, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ რაზეა საუბარი. უფალო ღმერთო ჩვენო, ბუდელი ასე ლოცულობს შიგნით საკუთრებელში, რომლისას სიმტკიცე განუზომელი და დიდება მიუწვდომელია, რომლის წყალობას აურაცხელია და კაცმოყვარება მიუთხრობელია. მე ახლა თანამედროვე ქართულით გადმოგცემ. შენ მეუფეო მოწყალებისა შენისა მოიხილე ჩვენზე და ანუ ჩვენ ამ შეკრებილ საზოგადოებაზე და ყოველ ჩვენთანა და თანამლოცველთა ჩვენთანა, ანუ ჩვენ თანამლოცველები ვინც ვართ, დიდრად წყალობანი და მოწყალებანი შენ. ანუ დიდრად წყალობანი და მოწყალებანი ნიშნავს, რომ ვითხოვთ შეწყალებას, ანუ პირველ საფეხურს გავდივართ აი ამ კვერექსით და იწყება 102 ფსალმუნის კითხვა. 102 ფსალმუნი არის სამადლობელი ლოცვა. მე ამიტომაც გიხარით, რომ თანამედროვე ქართულად წაიკითხეთ, მეთქი რომ თქვენთვის უფრო მეტად გასაგები ყოფილიყო, სადაც არის ესე იგი აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი სახელსა წმინდასა მისსა, აკურთხებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უჯულოებათა შენთაგან, ანუ ყველანაირი შენი უჯულოება შენ ჩამოგაშორე. რომელმა შეგინდო შენ ყველა შენი შეცოდება. აი ძალიან საინტერესო ფსალმუნი არის და აქედან გამომდინარე მე გირჩევთ რომ გადახედოთ ამ ფსალმუნს კიდევ ერთხელ, მე როდესაც მოახერხებთ და ნახეთ როგორი სიტყვები წერია. რომელმან განკურნა ყოველი სნეულებანი შენი. როდის განკურნა? როდესაც მოინათლეთ. რომელმან იხსნა გააღწნისაგან ცხოვრება შენი. გვირგვინოსან ხო შენ წყალობითა და შეწყნარებითა. გვირგვინოსნება რას ნიშნავს? მეფეთა თანაზიარობას. ანუ ქრისტემ თავისი თანაზიარი გაგხადა. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი. გულისთქმები, რომლებიც ესე იგი ჩვენ გულისთქმებს გამოდვებით უნდა ვებრძოდით.
და ღმერთ შეუძლია საბოლოოდ ის რომ შეცვალოს ჩვენი გულისხმები იყოს მხოლოდ კეთილი. ძალიან უნდა ვერიდებოდეთ ავ გულისხმებს, ავ გულის ზრახვებს, არ უნდა მივცეთ ჩვენ ჩვენში გასაქანი. ღვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა, აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ზეთა ისრაელის ეთანებანი მისნი. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალის უძელ და დიდად მოწყალე. ზოგადად ევქარისტია მე გითხარით თქვენ რომ ეს არის სამადლობელი მსხვერპლი. ამიტომაც რა თქმა უნდა ამ სამადლობელი ფსალმუნით იწყება და დავძექით ეს არის პირველი აღსავალი როგორც მოგახსენეთ. პირველი აღსავალის დასასრულს ჩვენ კვლავ მოგვიწოდებს დიაკონი რომ მერმე და მერმე შვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. რას ნიშნავს იმას რომ პირველ საფეხურზე დამდგარი არ უნდა დარჩე. აუცილებლად უნდა გადაინაცვლო შემდეგ მეორე საფეხურზე. ძალიან დიდი მადლობა. ჩაი გვაქვს, ეს ზაირას ჩაია? ვინ თქვა ზაირა? თავი გვაქვს მოჭრილი შუაგულ ევროპაში. ზაირას ჩაი თუ არ არის მე ამთავრე. ნახეთ, მე შეგახსენებთ რომ მოგვიწოდებს დიაკონი რომ განახლდეს ჩვენში და ვთქვათ მერმე და მერმე უფლისა მშვიდობით უფლისა ანუ კვლავ მშვიდობიანი კვერექსზე ჩათვალეთ იმ დიდი მშვიდობიანი კვერექსის შემოკლებული ვარიანტია სანამ მეორე აღსავალი დაიწყება. არის შემდეგი მუხლი, ეს ამუხლებს აღარ გამმარტა უბრალოდ გეტყვით შეგვეციენ გვაცხონენ შეგვი მე ყოვლადწმიდისა ოფსტანისა და ყოველთაწმინდათა მოხსენებელთა ამის განმარტება ჩვენ პირველ შეხვედრაზე მოვასწარით, ამიტომ აღარლაბარებთ რომელსაც ყველა ამ კვერებს, ყველა ამ მოწოდებას ახლავს თავისი ასამაღლებელი. მეორე ასამაღლებელია რამთუ შენი არ სიმტკიცე და შენი არ სუფრა და კვლავ მღვდელი კითხულობს საკურთხეველში ლოცვას. უფალო ღმერთო ჩვენო, შინაარსი მისი ასეთია. აცხოვნე ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, სავსე და ეკლესიისა შენისა დაიწევ, წმინდა ყვენ მოყვარელი სახლისა შენისა შვენიერებისანი, შენი ნაცვლო დავიდან, დაებევით და ზავით და შენითა, დანო დამიტევებ ჩვენ მოსავთა შენიდან. ეს არის მეორე ლოცვა, რომელსაც წაიკითხავს მღვდელი და მეორე საფეხურზე შეგვაყენებს ჩვენ ესე იგი აი ამ ლოცვის შედეგად უნდა შევდგეთ სულიერ საფეხურზე და იკითხება ამის შემდგომ 155 ფსალმუნი, რომელიც იწყება ასე: აქებს სული ჩემი უფალსა. ეხლა ვნახოთ ეს ფსალმუნიც. რა შინაარსია რომ თქვენ ესე იგი ნახოთ რაზეა საუბარი. აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. კვლავ სამადლობელი ლოცვა არის. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არ არის ცხოვრება. ანუ ნუ გაქვს ისეთი კაცის იმედი, რომელიც ესე იგი ძეთა მთავართა ვინ არის, ამ ქვეყნის მთავრების იმედი ნუ გაქვს. რომელთან ერთადაც არ არის ცხოვრება, იმიტომ რომ წარმავალია ეს ყველაფერი. ხა ძალიან დიდი იმედი ქონდეს შეიძლება ვიღაცა თქვათ სპონსორის, რომელიც გაფინანსებს, მაგრამ წარმავალია ეს, ხო? არ არის რეალური ცხოვრება აქ არ არის. ნახეთ როგორ წერია, გამოვიდის სული მისი და მიიქცეს მუნვე მიწად მისდა. ანუ ისიც წარმავალია, ვინც გონია რომ ესე იგი მასთან ერთად კარგად იქნები, თუ ამქვეყნიურია, აუცილებლად გამოვა მისგანაც მისი სული. მას დღეს და შინაც არცბია ყოველი ზრახვანი მისნი. ყველაფერი დაიკარგება, ყველა მოგეგმა, ყველა ესე იგი ზრახვა. ნეტარას რომლისა ღმერთი იაკობისი შემწიარს მის. ანუ ნეტარია ისეთი კაცი, რომელიც ამ სოფლის მთავრებს კი არ ესავს და იმედს მათზე კი არ ამყარებს, არამედ ნახეთ ნეტარია რომლისა ღმერთი იაკობისი შემწიარს მისსა. და სასოება მისი არის უფლისა მიმართ ღვთისამისის. ანუ ყველანაირი იმედი, ყველანაირი სასოება უფალ ღმერთზეა დამყარებული და არა ვინმე ამქვეყნიურ ძეზე. და მე ისევ დიდება მოდის, რომ რომელმა მქნაცანი და ქვეყანა, რომელიც არის ესე იგი სამყარო შემოქმედი, ზღვაი და ყოველი რაი არის მაშინ, რომელი იმარხავ ჭეშმარიტებას საუკუნისამდე. იმარხავ სიტყვა იცით რას ნიშნავს? დამარხვა. შენახვას ნიშნავს.
ანუ რომელიც ინახავს ამ ყოველივეს, რაც შექმნა ყოველივე ამას ინახავს. ყვის სამართალი ნებულთა, სცის საზრდელი მშიერთა, უფალმან განხსნის კრულნი, უფალმან განაბრძნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემული, უფალსა უყვარან მართალნი. ამას სპონსორები ვერ შეძლება. ვერც ბრმის თვალის სახელას, ვერც ესე იგი სამართალი რომლის წეს ნებულთა და საზრდელი მშიერთა და განხსნას კრულნი, კიდე განსაკუთრებით ამას ვერ შეძლება. საჭმელი შეიძლება კი აჭამოს, მაგრამ სულიერად ვერ დააყრდნოს. უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქვრივი შეიწყნაროს და გზაიც ოდლხაი წარწმიდოს. განსაკუთრებულად მძიმე ცოდვად იქნება სხვათა შორის ობლებისა და ქვრივების დაჭაგვრა. განსაკუთრებულ მძიმე ცოდვად ითვლება და პირდაპირ წერია, რომ ამას უფალი ეპასუხება მაშინვე ეპასუხება ადამიანი, როდესაც დაჭაგრავს ობოლს ან ქვრივს. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შეეციოთ ესეთი ესწავლდე. ამის შემდგომ, ამ სალმონის შემდგომ იგალობება ასეთი საგალობელი. ნახეთ, მხოლოდ შობილო ძეო და ღვთისა სიტყვაო, უკვდავო არსება, რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის, სულისაგან, წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა ხორცშესხმარი თავსიდევ. ანუ ჩვენ ვამბობთ ლოცვას, რომ ეს არის სინამდვილეში ის მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტე, ამ სალმონში რაც ეწერა, განკაცებულ ღმერთზე არის საუბარი, რომელიც ჯვარს ეცვი, ქრისტე ღმერთო და სიკვდილითა სიკვდილი დაასძღუნე. ანუ შეთვალეთ, რომ წამსის მოკლე ვარიანტი. როგორც წამში წერია იესო ქრისტეს შესახებ, ყველაფერია გამეორებული. სიკვდილითა სიკვდილი დაასძღუნე, ერთო წმინდისა სამებისაო. ანუ ერთ პირს მიმართავთ, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეზეა საუბარი. მამისა და ყოვლადწმინდისა სულისა თანადიდებულო გვაცხონენ ჩვენ. ეს გახლავთ მეორე აღსავალი, რომელიც შეგვამანებს მეორე საფეხურზე. ჯერ იცოდეთ, რომ ლიტურგია არ არის დაწყებული. ანუ ევქარისტია არ დაწყებულა. ეს არის საფეხურები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ევქარისტიამდე. კვლავ დიაკონი შეგვახსენებს, რომ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისამი მას ვილოცოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა განახდეს. ყოველი ეს შეხსენება, ყოველი ეს რაღაც ახალი ლოცვის წამოწყობა ნიშნავს შენ სულიერ განახლებას. ერთია რომ ახალ საფეხურზე დგები, მეორეა რომ უნდა განგიახდეს, რომ რაღაცნაირად ხო არის რომ თულემა არ უნდა მოგერიოს რაღაცა იძლება, რა თქმა უნდა რაღაც ახალი შემართებით მესამე საფეხურისკენ უნდა წახვედი ამ შემთხვევაში ამას ნიშნავს. მუხლები იგივეა, როგორც გითხარით, ეს არის შემოკლებული მშვიდობიანი კვერექსი. თავდება ასამაღლებლით, გამიტუ სახიერი და გასამყარი ღმერთი ხარ და ასე შემდეგ. საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება, ნახეთ როგორია. ზიართა ამათ და ერთხმობითა ლოცვა ჩვენდა მომნიჭებული. და ორთა და სამთა შეთქმულთა სახელითა შენითა თხოვათა აღსრულებისა აღმთქმელო. სადაც ვთქვა ჩვენი ღმერთმა სახარებაში წერია, სადაც 2 და 3 შეიკრიბებით ჩემი სახელით, მე იქვე ვარ. ამას ამბობს მაცხოვარი და ჩვენ აქ შეკრებილები ვართ ახლა მისი სახელით, სწორედ ამიტომაც პირდაპირ ასე მიმართავს, რომ შენ როგორც აღგვეთქვი, რომ 2 და 3 შეიკრიბებით ჩემი სახელით, შენაცა მონათა შენთა თხოვანი, ანუ მღვდელი ლოცულობს ახლა ვინც ვართ შეკრებულები, მონათა შენთა თხოვანი, უმჯობესისა მიმართ სრულყვენ. ანუ უმჯობესი სათხოვარი უნდა ვითხოვოთ, რომელიც ხშირად არ ვიცით რა არის. რა ჯობია ჩვენთვის ვითხოვოთ, ჩვენ ადამიანებმა ხშირად არ ვიცით, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ რამეს ითხოვდეს, იმ წამში სიკეთეთ გეჩვენებოდეს, მაგრამ დამაზიანებელი იყოს შენთვის. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, უმჯობესისა მიმართ სრულყოფა ნიშნავს იმას, რომ აი ეს სრულყოფილება მოგვანიჭოს ადამიანებს, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა უნდა ვითხოვოთ. აი ესეთი ლოცვა. აწინდელსა ამას საუკუნესა, ანუ აქ ამ საუკუნეში სადაც ვართ, იმიტომ რომ ეს სათხოვარი აქ უნდა აღესრულოს. საუკუნესა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისა შენისასა მომცემელმა. ანუ ამ საუკუნეში ეს ის უმჯობესი სათხოვნელი რა არის, ამის განმარტებაა ეს ლოცვა, რომ აწინდელსა ამას საუკუნესა, ანუ ამ საუკუნეში, რომელშიც ვიმყოფები ახლა მე და ცხოვრობ, მეცნიერება რა არის, ანუ ცნობა ჭეშმარიტებისა შენისა, ანუ
ჭეშმარიტი ღმერთი რომ ვიცნო. ეს არის უმჯობესი სათხოვნელი, რომელიც თხოვნითაც უნდა მიმართავდეთ ჩვენ ღმერთს. რომ ჭეშმარიტისა შენისა მომცემელმა, არო ეს რომ მოგცეო, ეს ჭეშმარიტი ცნობა შენი და მერმისა ცხოვრებისა, ანუ შემდგომი საუკუნე მოგეხსენებათ რაც არის, მერმისა ცხოვრებისა საუკუნოისა მომნიჭებელმა, ანუ ის საუკუნე რომ აქ რომ შევიცნო ჭეშმარიტი ღმერთი და ამ შეცნობიდან გამომდინარე ის რომ მომანიჭო. ხო, გასაგებია, თუ ძნელად ხო არ ლაპარაკობ. თუ რამე ვერ გაიგოთ, მართლა მკითხეთ, არ მოგერიო. ეს გახლავთ მესამე საფეხური, რომელზედაც ახლა ჩვენ სულიერად შემოვდექით და მესამე საფეხურის ესე იგი საგალობელი გახლავთ 9 ნეტარება. ტრადიციულად ეს ყოველთვის ესე არის ხოლმე. შეიძლება შეიცვალოს განსაკუთრებულად დიდ დღესასწაულებში. აი მაგალითად შობას, მაგალითად ნათლისღებას. ახლა ჯვართამაღლება ხო ვიზეიმეთ ჩვენ. ჯვართამაღლებას მაგალითად 102 ფსალმუნის, ამ 155 ფსალმუნის ნეტარებების ნაცვლად იკითხებოდა საგანგებო გალობები. ისინი იმათაც აღსავლები ქვია, ანუ ისინიც ესე საფეხურეობრივად არის დაყოფილი, მაგრამ იქ არის კონკრეტულ დღესასწაულზე მიძღვნილი ჰიმნები. ანუ ჯვართამაღლებასთან დაკავშირებული მიძღვნა იყო, ჰიმნები იყო, დანარჩენი სხვა ყველაფერი იგივე რჩება. შეიძლება ეს შეიცვალოს. ანუ ჩონჩხი ერთია, შეიძლება შეიცვალოს საკითხავი ტექსტი. ეს 9 ნეტარება მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ცალკე უნდა გავიაროთ თითოეული მუხლი, ისევე როგორც მრწამსთან რომ მივალთ, მე ცოტა ადრე კი მომივიდა რომ მომავეჭდინე სირინას, მაგრამ არავაშავს არ გვაწყენს და ლიტურგიის ტექსტის ამოღეჭდა დამალწდა. აი ხა გამახსენდა რომ უნდა ამომედოცა იქნება ამ კვირაში მოვა. და რას ვამბობდი, რომ მრწამსის განმარტებას წირვაში არ ჩავთავ. ფიქრობ, რომ მრწამსის განმარტებას ცალკე შეხვედრა მიუძღვნათ. ისევე როგორც 9 ნეტარების განმარტებას მიუძღვნათ უნდა ჩვენ ცალკე შეხვედრა. 9 ნეტარებას უბრალოდ ახლა ორი სიტყვით გეტყვით რა არის, ეს არის მაცხოვრის ქადაგება მთაზე, ასე ქვია ამას. იწყება მათეს სახარების მეხუთე თავით, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე თავი მიძღვნილი არის, აი ეს ყველაზე ვრცელი ქადაგება მათეს აქვს აღწერილი, მოკლედ მაცხოვრისა, როდესაც ის ავიდა მთაზე, დაჯდა და დაიწყო იმისი პირველი სიტყვა იყო ნეტარიყვნენ გლახაგნის სულით და რამეთუ მათი არის სასופველი ცეთა და ჩვენ ამ გალობას ვისმენთ ლიტურგიის დროს აი ამ მესამე აღსავალში ამ მუხლებს შორის, ამ ნეტარებების მუხლებს შორის ჩართულია ხოლმე საკითხავი ტროპრები, რომელიც ეძღვნება ამ დღესასწაულს, თუ წმინდანისა, წმინდანის დღესასწაულს. თუ კვირა არის, საკვირაო მსახურების დღესასწაულს ეძღვნება, რომ ყოველი კვირა მოგეხსენებათ აღდგომის დღესასწაულია და სააღდგომო ტროპრები იკითხება მოკლედ ესე მარტივად რომ გითხრათ. კვირა დღეს. პლუს წმინდანის ხსენება რაც არის, ემატება წმინდანის ხსენების ტროპრები. აქ მე დავითნების ხედან და თუ რამე აურიო, ცოტა იმას ვიქენ, თვალით მანიშნეთ. და ისე შენიშნოს მომცემწავს. და მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, იმიტომ რომ 9 ნეტარების ბოლოს ხდება სახარებით გამოსვლა. სახარებით გამოსვლა განასახიერებს ქრისტეს ქადაგებას. ესეც ხომ ქრისტეს ქადაგება, მე როგორც გიხარით, ქადაგება მთაზე, ასე ეწოდება ამას და ასე იწყება ეს ყველაფერი. სახარება რა არის? ღვთის სიტყვა. იესო ქრისტე ხო ღვთის სიტყვა, რომელიც ახლა ამ წუთში სახარებაში გვაქვს, სახარების სახით გვაქვს, შეიძლება ითქვას და თავზემოთ აღმართული დიაკონი მოუძღვის მოდელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე გამობრძანდა და საზოგადოებაში ქადაგებს. ქადაგებს იმ მუხლებით, რომელიც მან იქადაგა 21 საუკუნის წინ და ასე დაიწყო მისი ქადაგება, რომ ნეტარიყვნენ გლახაგნის სულით. აი ეს ქადაგება ამას განასახიერებს ეს ყოველივე და მცირე გამოსვლა ქვია ამას. სახარება, რომელიც ტრაპეზია დაბრძანებული, გახსოვთ ტრაპეზე რა როგორ იყო მე თქვენ დაგიხატეთ, აიღებს ამას მღვდელი, მიაწვდის დიაკონს და ორივენი ერთად გამობრძანდებიან და აღსავლის კართან შეჩერდებიან და იკითხება ასეთი ლოცვა. ნახეთ როგორი ლოცვა არის წირვის განმარტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, მღვდელი ამბობს ამ ლოცვას. რომელმა დაადგინენ ცათა შინა წესნიდან მხედრობანი ანგელოსთანი და მთავარ ანგელოსთანი მსახურებად დიდებისა შენისა, ყავს შესვლასა ჩვენისა თანა შესვლა წმინდათა ანგელოსთან.
ანუ ჩვენთან ერთად ანგელოზებიც რომ შემოვიდნენ ამ მსახურებაზე, ამას ევედრება უყურებთ. თანამწირველად ჩვენდა. ანუ ანგელოზებთან ერთად თანამწირველობას ვიწყებთ. და თანადიდების მეტყველებად შენი სასახიერებისა. ანუ განდიდება, თანამწირველობა ანგელოზებთან ერთად აღესრულება უნდა იცოდეთ. ლიტურგიაზე არ დგანან მხოლოდ ადამიანები, ანგელოზები ვიმსახურებაა და ანგელოზებთან ერთად აღვასრულებთ ჩვენ მას ადამიანებს. და მე ასამაღლებელი მოსდევს ამას ამიტომ შვენი შენდა ყოველი დიდება პატივი. ანუ შესვლას ვითხოვთ რომ შესვლა მოხდეს ანგელოზებთან ერთად, ანუ ეს ქრისტეს გადაგება დამთავრდა და ვიწყებთ ახლა ლიტურგიას. ლიტურგია იწყება წმინდა ღმერთოთ. და აი ამის დაწყების წინ ასეთ ლოცვას ვკითხულობთ, რომ აი ვიწყებთ ახლა ჩვენ ამას, მესამე საფეხურზე დავდექით და ვიწყებთ და გვინდა რომ ანგელოზები შემოვიდნენ ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად ვისწავლოთ შენი დიდება. ხდება შესავლის კურთხევა, ერის დალოცვა, სხვათა შორის ძველი წესის მიხედვით ასე იწყებოდა ლიტურგია. ამას ყველაფერს ეხლა ქვია სადილის ჟამნი, რაც ჩვენ წავიკითხეთ ეს ასწავლების. სინამდვილეში სადილის ჟამნია, რომელსაც ლიტურგია ეთმობს, მაგრამ ლიტურგია წმინდა ღმერთოთ იწყება და ეს ძველ წესებში შეიძლება ჩვენ ვნახოთ, რომ მღვდელმთავარი წმინდა ღმერთოს გალობით შემოდიოდა და იწყებოდა ესე ლიტურგია. ეს ეხლა არის გადაკეთებული, რომ სადილის ჟამზე არის მიღმული, მაგრამ ეს სადილის ჟამნი ყველაფერში რჩება. მესამე და მეექვსე ჟამს წაიკითხავ, სადილის ჟამს და ლიტურგიას მე თქვა, წუხრზე არის მოგმული, შეიძლება იქ ამოღებული იყოს სადილის ჟამნი და თქვა ეს საკითხავები აღარ იყოს, მაგრამ პირდაპირ წმინდა ღმერთოთი იწყება. აი ვისაც გახსოვთ დიდმარხვის მსახურებები, როდესაც ლიტურგია ებმება წუხრს, იქ ეს აღსავლები ამოღებულია. ანუ სადილის ჟამი ამოღებულია და პირდაპირ წმინდა ღმერთოთი გადავდივართ წუხრიდან ლიტურგიაზე. ანუ ეს ლიტურგიის დასაწყისი სინამდვილეში არის გალობა, როდესაც იწყება წმინდა ღმერთო, რომელსაც მოყვება სამოციქულო საკითხავი და რომელსაც მოყვება სახარების საკითხავი. ამას რა თქმა უნდა, შიგნით ლოცვები უძღვის ყველაფერს, რომ ღმერთი ევედრება წმინდა ღმერთოს ლოცვის წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვა და მე რამდენიმე იმას წაგიკითხავ ფრაზას. იწყებს ასე ღმერთო წმინდაო, რომელიც წმინდათა შორის განისვენებ, რომელიც სამწმინდითა ხმითა სერაბიმთა მიერი გალობები და ქერუბიმთა მიერი დიდების მეტყველები და ყოველთაგან ძეცსა ძალთა თაყვანის იცემები, რომელმან არაარსისაგან არსად მოიყვანე ყოველნი, რომელმან დაბადე კაცი ხატად მსგავსად შენდა და ყოვლითავე მარლითა შენითა შეამკერო, რომელი მისცემ დაუკვირდით ამ სიტყვებს, რომელი მისცემ მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმისყოფასა. ლოცველთა კი არა, მვედრებელთა. ლოცვასა და ვედრებას შორის განსხვავება არის. ანუ არის ვედრება, როდესაც შეუძლია ადამიანს, ეს უფრო აღმატებული ლოცვა არის, ვიდრე ის, რომ რაღაცა ლოცვითი მდგომარეობა ქონდეს. ამიტომ ბატონო, ვიდრე წაიკითხე და ვედრება არის, აი ხა რო წარმოიდგინოთ ასეთი რა, რომ ეხა ჩვეულებრივი ადამიანი, ერთი ადამიანი ესაუბრებოდეს მეორე ადამიანს. ეს რო იყოს თქვა დიალოგი. რომ მე რაღაცას გეუბნები, შენს რაღაცას მეუბნები. ამას რო დავარქვათ ლოცვის მდგომარეობა, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ ასეთ რაღაცა, ორმოში ვარ ჩავარდნილი. და ვერი ვარ, რომ მიშველეთ მეთქი. ამ შენ მოხვედი, თავზედ გახარ და რაღაცა ეს ზევიდან დამყურო და მე გემუდარები, რომ ამ მეყვანე ამ ორმოდან, იმიტომ რომ მეშინია, სიგნელია, სიცივია, რაღაცები და დაძვრებიან იქა, ყველაფერი მაშინებს. აი ეს უფრო აღმატებული მდგომარეობაა, იმიტომ რომ ღმერთთან მიმართებაში ჩვენ ვედრება გვმართებს, ჩვენი ცოდვების გამო და არა ესეთი დიალოგი შენთანასწორ შეიძლება გავამ, როდესაც არ ხარ ორმოში ჩავარდნილი, კი ბატონო, ასე ილაპარაკებ, მაგრამ რომელი ჩვენგანი არ არის ჩავარდნილი ერთი ამ ჭაში, ამ ბნელ ჭაში, რომელი ჩვენგანი არ იმყოფება თავისი სულიერი მდგომარეობით. ამიტომ ჩვენს ლოცვას ვედრება უნდა ახდეს თან. ვედრება, აი, გახსოვთ იოსების მაგალითი გავიხსენოთ. იოსები თავისმა ძმებმა რო ჭაში ჩააგდეს, რომელიც ჭაც მშრალი იყო და
თქვენ ამას როგორ გონიათ ბიბლია რატო წეს ჭამშრალი იყო რომ დიდი შეღავათი იყო ეს პირიქით სველი რო ყოფილიყო ეჭა შეიძლება უფრო არ შეშინებოდა იოსებს მშრალ ჭაში იყო ბუდე გრელებისა და ღრიანკალებისა იმიტომ რომ ისინი ნესჩი ბუდობენ იქ ხო ეს არის რა ქვია ტენი მეტია და მათ ესეთი ტემპერატურა უყვართ და სველი როცა არის იქ არ არის წყალში რა უნდა ანუ წყალში რო ჩაეგდოთ მაშინ უფრო ნაკლებ საშიში იქნებოდა ის ჭა და ამიტომ იოსები იქ როგორ ღაღადებს როგორ ფიქრობთ ეხლა ამომიყვანეთ ამ ჭიდან ესე ზიზდა იზარებს რა ამომიყვანეთ ამ ჭიდან ასე ilabaragebda არა მთელი ხმით ღაღადებდა რომ მიშველეთ ამომიყვანეთ ამ ჭიდანო და ვერ მოასწრეს მისმა ძმებმა ის ჭიდან კი ვიცით ჩვენ რომ ძმებმა გაყიდეს ხო ესე წერია იგი არა აკუროსად არ წერია ასე არ ვაქცევთ ამას ყველას რატომღაც სულ გონია რომ ძმებმა გაყიდეს ძმებმა კი არ გაყიდეს მისი ეს ღაღადი მიდიანელებმა გაიგონეს და ამოიყვანეს იმ ჭიდან და მიდიანელებმა მიყიდეს ისმაელიტიანებს რომლებიც მიდიოდნენ ეგვიპტეში სავაჭროდ და ძმები რომ მოვიდნენ და დაადგნენ ამ ჭას თავზე ვეღარ იპოვეს ისა იოსები წავანილი იყო უკვე ეს ხო და აი ღაღადებას მოვაყოლე ხა ეს ისტორია მაგრამ როგორი იქნებოდა მისი ღაღადება ესე ჩვენ რომ შეგვიძლია ესე მშვიდად რაღაცა არა ვერ იქნებოდა ესეთი ამიტომ ვედრება სხვა მდგომარეობა ვედრება არის ის მდგომარეობა როდესაც აცნობიერებ შენ რა სიღრმეზე იმყოფები და საიდან სად უნდა აგიყვანოს ღმერთმა აი ეს არის ვედრება ამიტომაც ვისაც ესეთი ვედრება შეუძლია ნახეთ რა საოცარი რამ წერია მისცემ ვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმის ყოფასა სიბრძნე და გულისხმის ყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ადამიანისთვის გულისხმის ყოფა გახლავთ ის რომ ის ლევ შომეა როგორც ებრაულად მაშინ წერია სოლომონის სიბრძნეში ღმერთმა რომ უთხრა რომ ითხოვე რაც გინდაო და ამან რომ ითხოვა ლევ შომეა შამა მოსმენა ზმნა არის შამა მოსმენას ნიშნავს ლევ გულია ლევ შომე არის მომსმენი გული გული ბრძენიო ჩვენთან ასე არის გადმოწარგმნილი და აქაც ესე წერია გულისხმის ყოფა ანუ სიბრძნე და გულისხმის ყოფა რაც პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს მომსმენ გულს რომელიც ღმერთს უსმენს რა შეიძლება იყოს ვინ შეიძლება იყოს იმაზე ბრძენი ადამიანი რომელიც ღმერთს უსმენს და ასრულებს მის სიტყვას ღმერთზე ბრძენი ხო ვერავინ ვერ იქნება ვინ უნდა მოგცეს რჩევა და დარგება მასზე უკეთესი ვინ უნდა გიწინამძღვროს და გითხრას მასზე უკეთესად ამ შესაბამისობიდან გამომდინარე ვედრება ვისაც შეუძლია სწორედ მას ეძლევა სიბრძნე და მას ეძლევა გულისხმის ყოფა და არა შევრაცხყოფ ცოდვილთან არამედ განუწესებს სინანულსა საცხოვრებელად აი ეს ყველაფერი ეს სიტყვები რომლებიც იკითხება ძალიან მნიშვნელოვანია არ შეიძლება რომ ლიტურგია ჩვენ ესე ჩავარიხინებდეთ ხოლმე რა არც მღვდლისთვის არ შეიძლება ეს ბუნებრივი არც მრევლისთვის არ შეიძლება იმიტომ რომ ამსახურებაზე როდესაც ხარ მოსული მთელი გულისხმური აი ახლა კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდე მე ამ თემას რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ნახეთ როგორია მე ხარ თქვენთან რომ ვლაპარაკობ მაქვს კიდევ ერთი უნარი ადამიანს მე ჩემზე არ ვლაპარაკობ მაქვს ერთი უნარი თქვენთან შეიძლება ახლა იმდენად ზეპირად ვიცოდე ეს ტექსტი ლიტურგიის ტექსტი იმდენად ზეპირად ვიცი რომ შემიძლია ამაზე ვილაპარაკო მაგრამ გულში სხვა რამეზე ვფიქრობ ხო მართალია ანუ მე ხარ თქვენ ვისაუბრებთ ლიტურგიაზე მაგრამ ვფიქრობ ქვაგატყვა დღეს საკურთხეველში ხა და მე მიფიქრება იმაზე რომ ეხა იქ ხელოსანი მოვიდეს უნდა დააწეყოს ისე და ამ დროს გელაპარაკებით ჩვეულებრივად ეხაც მინდა უღმერთო იწყება ისე მაგრამ გულში ამას ვლაპარაკობ სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს როდესაც ადამიანს ლოცვითი მდგომარეობის შექმნა სურს აი უყურეთ ჩვენც ასე ვართ დავდგებით გადავშვით ლოცვას და იწყება ხო ლოცვა ძილისაგან ავდგომელი გმადლობ შენ წმინდაო სამებაო რაღაცა დილის ლოცვას კითხულობ ამ დროს დღის გეგმებს სახავ გულში რომ ეხა იქ ხარ სასასვლელი ამ დროს ტექსტს კითხულობ შეუძლებელი ან ზეპირად იძახი იმიტომ რომ ყველაფერი ზეპირად იცის იმდენჯერ გაქვს აკითხული მიქანიკურად ხო ამას ამ ტექსტს ამბობ ხატებთან დგახარ სანთელი გინთია მაგრამ ამ დროს ფიქრობ რომ ეხლა იქ რომ მანქანაში ბენზინა ჩავასხე იქ რომ მივალ იქ რაღაცა ეს უნდა გავაკეთო იქ სამსახურში ეს იმას ეს უნდა გავავალო იქ ეს უნდა და ყველაფერი ამას ალაგებ სინამდვილეში ეს პირიქით უნდა იყოს შენ
ლოცვის მდგომარეობას რომ მიაღწიო, ეს გული უნდა დაიწყნარო. ანუ ის შინაგანი საუბარი რო გაქვს, ის უნდა გააჩვენო. სიჩუმე ეს არის. სიჩუმე ის კი არ არის. თუ ჩემს რო გააჩვენო. სიჩუმე არის ის, როდესაც შენ იმ გულის გაჩვენება შეგიძლია, რომელიც გამოდმებულად ლაპარაკობს. ანუ იმას დავარქვათ გული და ამას დავარქვათ გონება. გული გამოდმებულად მელაპარაკება, ახლა იქ ვარ წასასვლელი, ეხლა გადასადები ის მაგანოზე ის შესაძლებელი მაქვს, გასაკეთებელი მაქვს. ბაგეები სხვა რამეს ამბობს და პირიქით უნდა მოხდეს ეს. ბაგეები ან საერთოდ უნდა გავაჩვენო და გულიც უნდა გავაჩვენო. ან შეიძლება ბაგეები რამეს ლაპარაკობდეს, აი იესოს ლოცვას ასე ასწავლიან ვერები. ეს ძნელი მისაღწევი ადვილი არ გეგონოთ. ნებისმიერ საქმეს შეიძლება აკეთებდეს ადამიანი, მაგრამ იესოს ლოცვას ამბობდეს გულში. მათ შორის ლექციას ატარებდეს, მაგრამ იესოს, ანუ მე რომ ის გატეხილი ქვა მაქვს ეხლა გულში, იმის ნაცვლად რომ წარმოგიდგენთ იესოს ლოცვა ეს. აი ახლა ლიტურგიაზე როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? ლიტურგიაზეც იგივე მდგომარეობა გვემართება. ვდგავართ და ეხლა გავაცნობიერეთ რომ თურმე ესენი საფეხურებია, მე შემდეგ საფეხურზე უნდა შემოვდგე. კიდე შემდეგ იქ დიაკონი მომიწოდებს, მერმე და მერმე, განვაახლოთ ეხლა ჩვენი სულიერი მდგომარეობა ლოცვაში. მაგრამ ხმას არ ვიღებ, ჩუმად ვარ. იმაზე არ ვლაპარაკობ, ხოლმე რაღაცა ლიტურგიაზე ვლაპარაკობს, ეს საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი. ლიტურგიაზე საუბარი, ამაზე ძიმე ცოდვა რამე თუ არის მაგალითად არის. ლიტურგიაზე რომ ვიღაცა ლაპარაკობს სხვა თემას. იმიტომ რომ პირველ რიგში ეს ეხლა ადამიანთა შორისაც დიდ უზრდელობად ითვლება. ეხლა მე რომ თქვენ გესაუბრებოდეთ, თქვენ რომ ერთმანეთში დაიწყოთ ლაპარაკი. ხომ უკაცრავად, მაგრამ უზრდელობა, მეტი ყველაფერი ამას თქვია რომ ადამიანს არ გააჩნია ზრდილობა. ეხლა წარმოგიდგენთ ღმერთთან სალაპარაკოთ მოხვედი და ღმერთი გამოვიდა შენ შესახვედრად. და შენ ამ დროს გაგახსენდა სხვა თემა და ლაპარაკობ სხვა თემას. ნუ რა ვიცი, რა ნებისმიერი რა. ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა, რა თემაც არ უნდა იყოს. რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელობა? ღმერთზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ლიტურგიაზე საუბარი არის ადამიანის უკიდურესი თავხედობა. ჯობია არ მოვიდეს ლიტურგიაზე, ვიდრე ლიტურგიაზე ილაპარაკოს. მაგრამ ეხლა მეორე მდგომარეობა აქვს მისაღწევი, ბაგეები თუ გააჩვმა, ეხლა გულის გაჩვენება უნდა ისწავლოს. და როგორ უნდა ისწავლოს? უნდა შემოაბრუნოს გული. შიგნით უნდა შემოაბრუნოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენს გულს აქვს ასეთი თვისება. შემიძლია წავიდე ეხლა იქ იმ გატეხილ ქვას გადავწვდე, იქ მშენებარე კორპუსს, იქ რაღაცა ფილარმონიაში კონცერტს, იქ საღამოს რომ იმაზე ვარ წასასვლელი დაბადების დღეზე ჩემი ნათლულის, ამას ყველაფერს ეს გული ესე გამოდმებულად რომ ესე იგი ამ შეუძლია შემოიაროს მთელი თბილისი კი არა, მთელი სამყარო. მაგრამ როგორც კი დავიჭერმე ამ მომენტს, მაშინე უნდა მოვახდინო მისი გაჩვენება. უნდა თქვა რომ არა, შეუერთდა უნდა ამლოცოს მერმე და მერმე. შეგვეწიენ გვაცხოვნე. აი, უნდა დაიჭირო ეს მომენტი, რომ შენ ეხლა შენი გული ამ დროს სადღაცას ნათლულის დაბადების დღეზეა? არა, აქ უნდა შემოაბრუნო. აი, ლიტურგიაზე ასე უნდა იმუშაოთ. იესოს ლოცვაზეც ასე უნდა იმუშაოთ, მინდა გითხრათ რა. რომ გაგექცათ ეს გული რაღაცა სხვაგან წავიდა თქვენი ფიქრები, აუცილებლად უნდა შემოაბრუნოთ. ბაგეები შეიძლება იმეორებდეს იესოს ლოცვას, მაგრამ გული სხვაგან არის, აი შემოაბრუნეთ შიგნით. ლიტურგიაზეც იგივე მდგომარეობაში ხარ. თქვათ გესმის ეს მერმე და მერმე, მაგრამ სხვაგან არის შენი გული. შემოაბრუნო უნდა შიგნით. ეს მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მიღწევადი შრომა არის, ვერ გეტყვით რომ ერთ დღეში და ერთ კვირაში, მაგრამ მიიღწევა ნამდვილად ეს შრომა, იმიტომ რომ როდესაც ხედავს ღმერთი თქვენს აი ამ მონდომებას, აუცილებლად დიდი შეწევნა და დახმარება გექნება. თუ ესე იგი ადამიანი იმის მანაცვლად რომ გულის შემოbrunება კი არა და ენის გაჩერებასაც ვერ სწავლობს ლიტურგიაზე, არაფერი მას ესე იგი საშველი არ ქონია და არაფერი არ შეცვლილა ყველა დადის. მწირვაზეც და ყველა ქვია მრევლიც შეიძლება ასე ითქვას. ეხლა მე მითხარით, გავაგრძელოთ თუ დაიღალეთ? ჩაი მივთვით. პარალელურად. ჩაის ის არ გვაქვს რა ქვია. მე პიროსმანის პრინციპებზე ვარ, ესე იგი პიროსმანს უნდა და ოცნება თქონდა და იმ ოცნებას ეხლა ჩვენ ვიხდეთ, რა რომ ესეთიო შესაძლებელი რომ გავაკეთოთო, სადაც დიდიო ეს გვექნებაო ჩაიდანიო და ვილაპარაკებთ ხატრობაზეო და მოკლედ ჩვენ ავიხდინეთ პიროსმანის ოცნება, გვაქვს დიდი ჩაიდანი, გალოქი ზაირას გალობით.
და საუბრობთ ლიტურგიაზე. კარგით, ასამაღლებელი მთავრდება ამ ლოცვის, ანუ ცოტა ვრცელი ლოცვა და ბოლომდე აღარ გიკითხავთ, მინდოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბები გაგიღოთ, თუმცა კი უმნიშვნელო გასცემის სიტყვა არ არის. რამე თუ წმინდა ხარ შენ ღმერთო, ასამაღლებლით, ესე იგი მთავრდება ეს მესამე საფეხურზე ვართ უკვე, როგორც უკვე მოგახსენეთ და ვიწყებთ წმინდაო ღმერთოს გალობას. წმინდაო ღმერთოს გალობას მოხვება ჩემო ძვირფასებო ამ გალობას იმედია გამართება აჭირდება წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო და ბოლოში არის შეგუცხალენ ჩვენო. ეს გალობა ანგელოზებმა ასწავლეს ადამიანებს. იყო ესეთი სასწაული მეგონი კონსტანტინოპოლში თუ არ მეშლება. დიდი მიწის ძვრა მოხდა და ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში იყვნენ და არ იცოდნენ როგორ ელოცათ და ასწავლეს მაშინ ესეთი გალობა. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო ყველ ისინი გალობდნენ და შეგვიწყალენ ჩვენ დაამატეს ეს. იკითხება სამოციქულო საკითხავი. დღის საკითხავი არის ეს. ყოველ დღეს თავისი საკითხავი აქვს, კალენდარში არის ეს ჩვეულებრივად მოცემული. ყოველ დღეს თავისი საკითხავი აქვს, ყოველ დღესასწაულს თავისი საკითხავი აქვს, ყოველ თქვათ წმინდანს თავისი საკითხავი აქვს. თქვათ ყოველ წმინდანს ესე კი არა რომ თქვათ წმინდა ნიკოლოზს თავისი აქვს და სპირიდონ ტრიუმფოს არა. დაყოფა ასე არის წმინდანების. მოწამეებს თავისი საკითხი, ვინც მოწამეობრივად აღსაულებელია. ვინც მღვდელმთავრებია, იმათ თავიანთი საკითხავი აქვს. ღირს მამებს თავისი საკითხავი აქვს. ღირს დედებს და მოწამე დედებს კიდე თავისი საკითხავი აქვს და აი ამის მიხედვით არის ეს დაყოფა. ანუ გააჩნია რა დღე არის. ნუ დღეს რადგანაც კვირა არის, შესაბამისად საკვირაო საკითხავი იკითხებოდა და ეს არის ეპისტოლეები ჩვენ წლის განმავლობაში უმეტესად ვკითხულობთ პავლე მოციქულის ეპისტოლეს. ეპისტოლეებიდან რომელიმე საკითხავს, პავლეს 14 ეპისტოლე აქვს დაწერილი, იწყება რომაელთა მიმართ ეპისტოლეთი და მთავრდება ებრაელთა მიმართ ეპისტოლეთი და კალენდრულად ისე არის გადანაწილებული, წლის განმავლობაში ის თავიდან ბოლომდე იკითხება. არის ასევე სამოციქულო ეპისტოლეებიც, კათოლიკე ეპისტოლეები, უკაცრავად სამოციქულოების უყურებთ. კათოლიკე ეპისტოლეები, რომლებიც ეკუთვნის მაგალითად იაკობ მოციქულს, უფლის ხორციელ ძმას, ესე რომ ვეძახით და რომელიც არის იერუსალიმის პირველი მღვდელმთავარი. მასაც მისი კათოლიკე ეპისტოლეც იკითხება. ესენი იკითხება, აი კათოლიკე ეპისტოლეები იკითხება უფრო სააღდგომო პერიოდში. აღდგომიდან ამაღლებამდე საქმე მოციქულთა იკითხება და მერე შემდგომ პერიოდში იკითხება ეს კათოლიკე ეპისტოლეები იაკობისა, პეტრესი, იოანესი, მათი ხსენება როცა არის იმაში იკითხება ხოლმე პეტრეს ხსენება როცა არის პეტრეს ეპისტოლე იკითხება, იაკობის ხსენება როცა არის იაკობის. ამის მიხედვით არის ეს ყველაფერი გადანაწილებული, მაგრამ აი დღევანდელი კვირისა რაღაცა მიემართება ამ კვირის საკითხავს, როგორც უკვე გითხარით. სამოციქულოს მოყვება მაშინ სახარებისეული საკითხი. სახარებაც სწორედ ესე არის გადანაწილებული, არის ყოველდღიური საკითხი და წლის განმავლობაში თავიდან ბოლომდე იკითხება. მაგრამ არის წლიური ციკლი და ყოველდღიური და არის ყოველკვირეული სახარება. ეს ყოველკვირეული სახარებები არ იცვლება. დღეს არის მაგალითად ჩვენ ესეთი ათვლა გვაქვს. ვითვლით სულთმოფენობიდან პირველი კვირა, სულთმოფენობიდან მეორე კვირა, სულთმოფენობიდან მესამე კვირა. მერე დაიწყება თქვათ პერიოდი მეზვერისა და ფარისევლისა, იქიდან დაიწყება ათვლა მეზვერის და ფარისევლის კვირა, უძღებიშვილის კვირა, საშინელი სამგზავრო კვირა, მერე დიდმარხვის პირველი კვირა, მეორე კვირა, მესამე ესე მიუყვებით. მერე აღდგომაში ზატიკის ანუ აღდგომიდან პირველი კვირა, აღდგომიდან მეორე კვირა, მივედით სულთმოფენობამდე და ანუ წელიწადში არის სულ 3 ციკლი. აღდგომიდან ამანამდე სულთმოფენობამდე, სულთმოფენობიდან მეზვერის და ფარისევლამდე და მეზვერი და ფარისევლიდან ესე იგი აღდგომამდე. და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სულთმოფენობიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირას შორის. არ გახსოვს რომელი კვირა იყო ეს? მე 14.
მეხვდე ხმაი. მე-14 კვირა არის სულთმოფენოვანი. აი მე-14 კვირას ყოველთვის წაიკითხება ეს სახარება, რომელიც წავიკითხეთ ჩვენ დღეს. რომელიც სახარება იყო? იგავი მეფის ძის ქორწილის შესახებ. აი გასულ კვირას აღარ მახსოვს რომელი გავიწავიკითხეთ, მაგრამ აუცილებლად იქნება მე-13 კვირა. ისი? ბოროტი მევენახე, აი მე-13 კვირა იქნება აუცილებლად ბოროტი მევენახეების შესახებ. მერე მე-15 კვირა რაც წავიკითხავთ, ისე იქნება ეს არ იცვლება. ანუ საკვირაო სახარებები არ იცვლება. ესეთი ათვლის მიხედვით შეიძლება იმ შემთხვევაში თუ დაემთხვევა კვირა დღეს დიდი დღესასწაული. მაგალითად, კვირა დღეს რო გათენდეს შობა, ბუნებრივია საშობაო სახარებას წავიკითხავთ. კვირა დღეს რო გათენდეს ნათლისღება, ბუნებრივია ნათლისღებას წავიკითხავთ და კვირისა გადაიტანება ან შემდეგ კვირას ან რაღაც მოკლედ გადაანაწილებს ამის თვითონ კალენდარი. ეს შეიძლება ახლა ნაკლებ მნიშვნელოვანია თქვენთვის საცოდნელად, ვინცაც მე დავით მეუღლის სურვილი არ გაქვს, კი არა და ვერ ახერხებთ, მაგრამ ფიქრობ მაინც უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ერთი და იგივე სახარებები გესმით საკვირაოდ. სახარებას ყოველთვის მოყვება ჩემო შეფასებად თხოვნითი კვერექსი, უკაცრავად მრჩობლი კვერექსი და მე აღარ დაგძლით აი 60 წუთში მოგრჩები ხა, თორე გავიდა 45 წუთიდან მე ვფიქრო ესე იგი არ შეიძლება დიდხანს გავაგრძელო ამ კვერექსს და ვისაუბრებ ხა მოკლედ ძალიან მოკლედ. მრჩობლი ნიშნავს ორმაგს. მრჩობლი სიტყვა მოდის სიტყვა მარჩბივიდან. მარჩბივი იცით რა არის ძველ ქართულად? ტყუპი. ტყუპები. ხო, მარჩბივი ტყუპებს ნიშნავს. ანუ ტყუპი ორმაგია, ორი ცალია ხო ტყუპი ახლა ჩვენ გაგებაში. მრჩობლი სიტყვა აქედან გამომდინარეა, მრჩობლი ნიშნავს ანუ გაორმაგებულ ლოცვას. და ამ გაორმაგებულ ლოცვას ჩვენ იმითაც ხვდებით, რომ ერთი უფალო შეგვიწყალეს ნაცვლად კვერექსში, ვამბობთ სამჯერს. უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, რომ დაიწყებს დიაკონი რომ შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ორმაგ ლოცვას, ანუ მრჩობლ ლოცვას იწყებს და პასუხიც ორმაგია, რომ სამჯერ ვამბობთ უფალო შეგვიწყალეს. ამ ლოცვაში ხდება მოსახსენებელი შემდგომი. ისევ რა თქმა უნდა, ჩვენ მე ხო გითხარით, რომ ყველა მსახურება აღესრულება მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით. ვინც არის მღვდელმთავარი, მისი ლოცვა-კურთხევით აღესრულება აუცილებლად. ჩვენი მღვდელმთავარი არის პატრიარქი. ნახეთ, ამ აღსავლებში, როდესაც დავიწყეთ, ჩვენ ერთხელ მოვიხსენეთ პატრიარქი. ამ მრჩობლში კიდე უნდა მოვიხსენოთ პატრიარქი და რა არის ამის მიზეზი, რატო? იმიტომ რომ წირვას ვიწყებთ. წირვა დავიწყეთ უბრალოდ. ის იყო ესე იგი დასაწყისი, როგორც გითხარით, ამ აღსავლებისა, ეხლა ვიწყებთ ლიტურგიას და კვლავ ვიხსენებთ პატრიარქს დასაწყისში, რომ მისი ლოცვა-კურთხევით აღესრულება და მრჩოვლად ვიხსენებთ. ანუ ორმაგი ლოცვით ვიხსენებთ, გაორმაგებული ლოცვით, ესე ვთქვათ, უწმინდესის მოსახსენებელია და ბუნებრივია ეპარქიაში, როდესაც ხარ დაემატება იმ ეპარქიის მღვდელმთავრის მოსახსენებელი. მერე ესეთი ლოცვები ემატება ყოველთა ძმათა, ესე იგი მათა ჩვენთან მღვდელთა, მღვდელმონოზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის ასეთი ლოცვა ემატება. ვერმეცა გევედრებით ნახეთ, მიცვალებულთა კვერექსი წესით კვირის წირვაში არ უნდა ითქვას. მაგრამ მიცვალებულთა მოსახსენებელი დატოვებული კი არ არის, მრჩობლ კვერექსში ითქმება. ნახეთ ეს მუხლი. რატო არ ითქმის მომო? საკვირაო სახარება მეთქი, საკვირაო წირვა არის აღდგომის წირვა. ამიტომ მიცვალებულთა კვერექსი ცალკე არის, მიცვალებულთა კვერექსი საერთოდ ჩამატებული არის წირვაში ისე რომ არც უნდა ყოფილიყო. მერე ჩაამატეს ესა, რომ აი მიცვალებულისთვის რომ დაჭირდათ კონკრეტული მსახურება, იმისთვის ჩაამატეს. ამიტომ საკვირაო სახარებაში არანაირად არ ეგრე. მაგრამ აგერ არის მოსახსენებელი. ნახეთ მრჩობლ კვერექსში, როგორ პატრიარქი ხომ მოვიხსენეთ, მერე ყველა მღვდელი ხომ მოვიხსენეთ. ამის მერე ნახეთ ვის იხსენებს მღვდელი ან დიაკონი თუ დიაკონი ამბობს ამბობს. ვერმეცა გევედრებით სანადრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმინდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა, კეთილმორწმუნეთა დედოფალთა, აღმშენებელთა, წმინდათა, ტაძართა და მონასტერთა, ყოველთა პირველშესვენებულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, მამათა და ძმათა ჩვენთა. აი ეს არის მიცვალებულთა. სხვას რას ამბობ მიცვალებულთა კვერექსში? არასახელებს ახელებს და როგორც აღარ. რატომ შეგიძლიათ დაასახელოთ?
თუ ვიღაცა არის შეგიძლია თქვა რომ მამათა და ძმათა ჩვენთან და თქვა ვიღაცა ახლად ესვენებული სამი ცოცხლების მუხლი სხვა რა სახელია და დავისდავა იმიტომ რომ ამის მერე ცოცხლების მუხლი იქმნება და იქაც არის სახელით მაგრამ როგორ ახოიცენა სახელობით კი საზოგადო მსახურება და დავისდავა ეს არის როგორც უკვე მოგახსენეთ მიცვალებულთა მოსახსენებელი ამის შემდგომ არის ცოცხალთა მოსახსენებელი ნახეთ ეს ცოცხალთა მოსახსენებელი როგორია მერმეცა გევედრებით აქ ის არის გამოტოვებულია როგორ იწყება გამოვიწყდა წყალობისა ხო მერმეცა გევედრებით წყალობისა სიცოცხლისა მშვიდობისა სიმრთელისა დღეგრძელობისა და კეთილად წარმართებისათვის მრევლისა წმინდის სამის ტაძრისა მონათა და მხევალთა ღვთისა და ზოგი ასე ამბობს მე მაგალითად მრევლს ვამბობ იმიტომ რომ ვინც იქ განან ყველას მოხსენიება ხდება აი ამ მუხლში ანუ წირვის დაწყების წინ ჩვენ მიცვალებულებით შევავედრეთ ცოცხლებით შევავედრეთ მერე ვავედრებთ ნაყოფის შემომწირველნი და კეთილის ყოფილი წმინდისა და ყოლა პატიოსნის სამის ტაძრისა და მაშინა შრომელია ყველა ვინც ამ ტაძარში შრომობს გალობელნი ესე იგი შრომელში გაერთიანებულია რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ყველას ერთნაირი სტიქარი არჩია მაგრამ ადრე ასე არ იყო ყველას თავისი მოვალეობა ჰქონდა იქ კანდლები თქვა ერთსებარა ზარი სხვასებარა მედავითნეობა სხვასებარა კიდე ესე გადანაწილებული იყო ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს შრომელი ქვია გალობელნი და აქ ამ მდგომარეთა ერთადთვის ანუ ხალხი რომელიც დგას ამ ლიტურგიაზე რომელი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობას ისმენთ შრომელს წამიკავს რომ არის იმ ადამიანებს რომლის მარხავენ ადამიანებს იცი როგორ არის ეხლა ამ წუთში აქ რადგანაც ტაძრის იმას ასახელებს რა ქვია გალობლები და აქ ამ მდგომარენი არის ორმაგი გაგება ყველაფერი ამაში ჩვენ შეგვიძლია ორმაგი ჩავდოთ იმიტომ რომ იქ რომ მიცვალებულებს ასახელებს ნახე იქ ჩამოთვლილია კათოლიკოს პატრიარქები ვიღაცები მაგრამ შეიძლება ვიღაცა არ იყოს მაგრამ ყველას გულისხმობს აი ამ შრომელებში ბუნებრივია იგულისხმებიან ის მშრომელები რომლებიც ტაძარს ემსახურებიან მაგრამ ამავ დროს ის ვინ ჩვენ თქვი ისინი ტაძრის მსახურები იყვნენ იმიტომ რომ ისინი ამას ვერ გააკეთებდნენ ტაძრის გარეშე იყვნენ ადამიანები რომლებსაც კონკრეტულად ეს დავალება ჰქონდათ მე სხვათაშორის მახსოვს მქონდა ამისი პატივი მინდა გითხრათ რა 90-იანი წლები იყო მე რომ ტაძარში სიარული დავიწყე 90-იანი წლების დასაწყისი და ძალიან გაჭირვებული პერიოდი იქნა მამატარიელს ჰყავდა ერთი უაზი იცით რომელია რაღაცა ძველი სასწრაფოების მანქანა რო იყო ორხიდიანი როა და აი ბუხანკაპურს რო გავს მოკლედ რა საშინელი მანქანა მამატარიელს ჰყავდა ერთი უაზი და ვიღაცა კეთილმა ადამიანმა მოკლედ თქვა რომ უპატრონო მიცვალებულებისთვის მე შემოგწირავთო კუბოებს და ეს უპატრონო მიცვალებულები რომ იხოცებოდნენ დამარხავი არ ყავდათ და მამატარიელს მოკლედ ჰქონდა რაღაცა ეს ისა მოლაპარაკება ვიღაცას შეატყობინებდნენ ამას ვისხედით ამ უაზში გალობლები ერთი მე დავითნე მამატარიელის ჩანთით რა თქმა უნდა მივიდოდით ჩავასვენებდით წესს აუგებდით და დავგზავნავდით სასაფლაოზეც გამოყოფილიყო მათთვის ადგილი ეს თავრობამ მოახერხა ანუ კუბოს ჩუქნიდნენ და სასაფლაოს ადგილს დანარჩენს ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს ამათ აი მარტო სახელს ვიგებდით ხოლმე გვარიც არ ვიცოდეთ ვიღაცა ისეთი დაგვიმარხავს იმიტომ რომ თავარია გავიგეთ რომ მონათლული კაცი იყო და არ ყავდა არავინ და ჩავასვენეთ ამაში და დღეში ხანდახან 2 და 3 და 3 არ მახსოვს მაგრამ 2 ნამდვილად დაგვიმარხავს მე მამატარიელი ისეთი კაცია ვინც იცნობთ არ ვიცი ხა რაღაც ძალიან მადლიანი კაცია და იგივე ხოლმე რომ ეხა უხერხულიაო მასეო რაღაცა რო არის ესეო ჭიქა უნდა წაუწიო და თვითონ გაშიდა ხოლმე პატარა ქელებს რაღაცა ლობიანს იმას და მოვიგონებდით ხოლმე იმ ადამიანს და მქონდა ამისი პატივი რა თქმა უნდა ესეც ეკლესიაში აღესრულებოდა და ამიტომ ეს მშრომელი ბუნებრივია იგივე სტიქაროსანი იყო ჩვენ მე რომ მე დავითნე ვიყავი თქვა იქ გალობდნენ ის ბიჭები დანარჩენები და ზოგი ის იყო მე დავითნე იყო და ასე შემდგომ ანუ ყველანი ტაძრის მსახურები ვიყავი ამიტომ ეს იმასაც გულისხმობს და იმასაც ბუნებრივია ეს მშრომელი ისიც არის ანუ ცალკე თანამდებობა არ იყო ამისთვის გამოყოფილი ისევე როგორც მე გამახსენდა ეხლა ეს 90-იანი წლების ამბავი
და სხვათა შორის ეს ამბავი ხა თანამედროვე ახალგაზრდობამ ნამდვილად არ იცის. ამიტომ აი ამ ძველ სამღვდელოებას ხშირ შემთხვევაში შეიძლება ესე თუ თქვა და არ გამოირჩევა ვინმე რაღაცა განსაკუთრებული ქადაგებით, თუ არ გამოირჩევა რომ რაღაცა არ უნახავთ, აი შენს თაობას მაგალითად ცოტნე არ მიიღოთ შეურაცხყოფად კი არ იმშვება. შენს თაობას ეს ამბები არ უნახავს. ამიტომ შეიძლება ვიღაც სამღვდელი ახლა იყოს მისთვის ჩვეულებრივი მღვდელი. ჩემთვის ვერასდროს ვერ იქნება ეს ჩვეულებრივი მღვდელი, იმიტომ რომ მე ნანახი მაქვს მას რეები აქვს ნაკეთები. 90-იან წლებში. აი როდესაც არაფერი ხო ტყუიების ზუზუნში რომ გავდიოდით ხოლმე რომ ვიღაცა დაგვეკმარხა უნდა და ამას არ დაგიგებდა არაფრად ამბობდა რომ რაც ქვია კაცოობა მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და ამ დროს გესწროდნენ ისე რომ დახვედროდნენ და ეს მანქანაც აართვეს ერთხელ დააყაჩარეს მე ისევ დაუბრუნეს ჯვარი ჩამოხსნეს სვანეთში მოხდა ეს ამბავი კი ხო და ახლა სამწუხაროდ ეს ამბები ნაკლებად არის ცნობილი ნაკლებად ამას ვინმე გაიხსენებს მე სიხარულით გავიხსენებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვარ მსგავსი ამბის მონსტრები. ამ ძველი მღვდლების აღსრულებული მსგავსი სასწაულები. დღეს შეიძლება ცოტა განეკითხო, რომ ხა დაბერებულია რაღაცა კაბა ცოტა ჩამოძონძილი აცვია, ისე გამოწკეპილი ვერ დადის რაღაცა ესეთი, მაგრამ მე ვიცი მათ რა აქვს ნაკეთები. რა გადაიარა მათ მხრებზე მე ვიცი და ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თითო მათგანს რომლებმაც ვის? არა, ის სხვა თემა იყო, იქ სხვა პრობლემა იყო და ეგ კიდე ცალკე ამბავია რაღაცა ბრძოლები რაც მიდიოდა ეკლესიაში, მაგრამ მე ვიძახი აი ესეთ მოწყალებაზე და ესეთ დიდ საქმეებს, რომლებსაც აკეთებდნენ მღვდლები და აკეთებენ დღესაც სხვათა შორის ჩუმჩუმად და რაც შვილმა არ იცის ნამდვილად ასე არის მათი ცხოვრება რომ არ უნდა იცოდეს შენმა მარჯვენა მარცხენა რა უნდა თნასო მარცხენა რას აკეთებსო ნამდვილად ვიცი რომ ბევრი მოძღვარი ასე ცხოვრობს დღესაც და ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს და საიდან? ომის პერიოდში არა, ომის პერიოდზე ეხა ეს რაც ნახეთ და ტელევიზორში გაშუქდა ამას რა თუნდა ისე რა ქვია ჩემი მოყოლა აგერა შეგიძლიათ გადაახვიოთ ან ჩაწეროთ იმაში და ამოგიკრით ამას ყველაფერს. მე ვლაპარაკობ იმ საქმეებზე რომელიც არავინ არ იცის. ის მამაო სალარი ხმენა რომელ ტაძარში ახლა ამ წუთში საგურამოში. ხო, ეს პატრიარქის კურთხევით ხდებოდა ბუნებრივია ყველაფერი უწმინდესი საქმის კურსში იყო და მისი კურთხევით ხდებოდა და კარგით, მე ვფიქრობ, რომ დღეს შეკითხვები თუ გაქვთ, გავაგრძელებთ, თუ არა კი ცოტა ისმენ. აუცილებლად მოწამისა მეთქი მე გითხარით. არ ვიცი, იმიტომ რომ მე რომ მოვედი აქ დამხვდა ეს ყველაფერი და ჩვენთან ძირითადად საქართველოში ნაკურთხ ოდიკებში ძირითადად, იმიტომ რომ შეიძლება სხვაც იყოს. არის ძირითადად დავით გარეჯში მოწამე 6000 ბერისთან, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ნაწილი მათი გვაქვს შემორჩენილი. შესაბამისად იმ ნაწილებიდან იღებენ და იმასდებენ ოდიკშიც და ტრაპეზშიც. მე მაშინ გითხარით თქვენ რომ აუცილებლად მოწამის ნაწილი უნდა იყოს მეთქი და არ მithქვამს რატო? იმიტომ რომ მთელი სრულყოფილებით ქრისტეს მხოლოდ მოწამეები ემსგავსებიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ეწამნენ ისევე როგორც ქრისტე. ზუსტად რაღაცას მეუბნები. რამდენად უნდა ეკითხა, ის რამდენად უნდა ეკითხა საიდუმლო ლოცვები ხმამაღლა. საიდუმლო ლოცვები ყოველთვის ხმამაღლა იკითხებოდა. ეს გვიანდელი პერიოდია, რომ ჩუმად დავიწყეთ ამისი კითხვა. და იცი როგორ არის რომ რაღაცა მოხდა მაშინ შიში იყო ერთგვარი ასეთი რომ ეს საიდუმლო ლოცვები არ გამختارიყო საყოველთაო. არ დაემახსოვრებინათ ადამიანებს და არ წასულიყო თვითონ არ აღესრულებინათ რაღაცა გარკვეული მსახურები. იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც ამას აი პირდაპირ მალავდნენ და არ გადასცემდნენ და რაღაცა საუკუნეების განმავლობაში მე გეტყვით რომ ეს არ იყო არც ერთ წიგნში დაწერილი. ეს ზეპირად გადაეცემოდა და გადაეცემოდა როგორ?
მღვდელმა რომელმაც იცოდა ზეპირად ეს ლოცვები, აი დიაკონი ედგა გვერდზე და დიაკონს ასწავლიდა. თვითონ რომ ამბობდა ამ ლოცვებს, ანუ არ შეიძლებოდა რომ დაწერილიყო ეს, რომ არ გავრცელებულიყო საზოგადოებაში და არ მომხდარიყო მისი ან შერყნა, არ მომხდარიყო მისი გამოყენება რაღაცა ბოროტულად, არ ჩამოყალიბებულიყო რაღაცა სექტა, რომელიც აღასა ამ წმინდა მსახურებას გადაიტანდა თავისთვის, აღასრულებდა და ცუდა ფარსი იქნებოდა ყველაფერი. დღეს 21 საუკუნეში ამის საშიშროება ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ეს უკვე დიდი ხანია წიგნებად იბეჭდება და ინტერნეტშიც არის. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას და წაიკითხოს. მე მაგალითად მირჩევნია, რომ ჩემმა მრევლმა იცოდეს ამ ლოცვების შინაარსი. ზეპირად რატომ უნდა იცოდეს, ახლა ძიროს თვითონ არ ატარებენ ნამდვილად, მაგრამ შინაარსი მღვდელი რა ლოცვას კითხულობს, ამისი შინაარსი მან უნდა იცოდეს, რომ აცნობიერებდეს რა მსახურებას ესწრება. ისევე როგორც რომელი ქერუბიმთა საგალობელს, ესე იგი გალობლები და არ იციან რას ნიშნავს. სიტყვების მნიშვნელობა არ იციან. და ჩვენ მივალთ ამ საგალობლამდე და თქვენ დაინახავთ თუ რა საგალობელია და რა მსახურებაა საერთოდ წირო. აი ამ გადმოსახედიდან დაინახავთ. ეხლა დღეს ჩვენ გავჩერდით ამ ჩოგუკერექსზე, ეხლა იწყება კათაკმეველთა მსახურება, შემდეგ შეხვედრაზე აღიხსნით რა არის ეს კათაკმევლობა, რა იყო კათაკმევლობა, რა ლოცვებს უკითხავთ მათ ეკლესია და მერე გადავალთ უკვე მართალთა ლიტურგიაზე და პირდაპირ მართალთა ლიტურგია ამითი იწყება. რომელი ქერუბიმთა საგალობით და აი ნახავთ ჩვენ რა რეალობასთან გვაქვს საქმე. ხო და დღევანდელ დღეს ხმამაღლა იკითხებოდეს, ფიზიკურად ვერ წაიკითხა ხმამაღლა, იმიტომ რომ ამ დროს გალობლები გალობენ. მაგრამ თუ გალობლები არ ყავს და მე დავითნე პასუხობს, მაშინ უნდა წაიკითხო ნამდვილად ხმამაღლა. არაფერია დასამალი. საიდუმლო იმიტომ კი არ ქვია მას, რომ რაღაც თვითონ საიდუმლოების აღსრულებას, აი მაგალითად ნათლობასაც საიდუმლო ქვია და თქვათ იმასაც ქორწინებასაც. იმიტომ კი არა რაღაცას გიმალავთ, იმიტომ რომ საფრთხო მადლი გარდამოდის, რომელიც ჩვენთვის საიდუმლოებაა. ანუ არ ვიცით, ესე იგი ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენი თვალები ამას ვერ ხედავენ და აქედან გამომდინარეა საიდუმლოება. სულიერად შეიგრძნობ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ხედავ და ამიტომაც არის ეს ჩვენთვის საიდუმლოება. ხო და რაც შეეხება ლიტურგიას, ასეთი მდგომარეობაა. დღევანდელი პრაქტიკით რომც გინდოდეს ვერ წაიკითხა, იმიტომ რომ ამ დროს გალობლები გალობენ გარეთ, მაგრამ თუ მე დავითნებ პასუხობს, მე ვფიქრობ, რომ უნდა წაიკითხო ხმამა. იცი რა, შეიძლება ვერ მოყვეს თან გონებით გარეთ მდგომი, მაგრამ რაზეც მოყვება ახლა, რაზეც თუნდაც ის სიტყვა რომ დაიჭიროს, რაზეც წერან გავამახვილა ყურადღება, რომ მისცემს მვედრებელთა სიბრძნესა და გულისხმის ყოფასა, ძალიან სასარგებლო იქნება მისთვის. არ იყოს სასარგებლო რომ ვისაუბრეთ ამას. რაი წარმოიდგინე ესეთი რამ რომ დაიჭიროს. ახლა ჩვენ რომ გადავალთ მართალთა ლიტურგიაში, სადაც თქვა სამადლობელი ლოცვები აღესრულება, როგორ მადლობთ ღმერთს. აი ნახოთ როგორი სასარგებლო რამ არის, ძალიან ბევრი რამ და საწოდნელი. კარგი, კითხვები არის კიდე? ჩაი კარგი იყო. კარგით, დავამთავროთ? თქვათ ლოცვაში.